პირველი კითხვა სწორედ აღნიშნულ საკითხზე მინდა დაგისვა, იმაზე რაც ხდება ეხლა სასამართლოში, დაახლოებით 20 პროცესი, ეს უშუალოდ რაც დაწერილი საჩივრების გამო არის დაგეგმილი, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში აქტივისტების პროცესები, პოლიტიკოსების, მათე დევიძის საკითხზე შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილება ვნახოთ და ასე შემდეგ. რა არის თქვენი შეფასება ამ სურათზე? დღეს აი საჩივრებთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერები, იგივე კობახიძე და პაპუაშვილი აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ ეს გარე დაფინანსებით, ასე ვთქვათ, ნაწარმოების სიძულვილია და ამას სამართლებრივ მეთოდებს უპირისპირებენ. თქვენი შეფასება აღნიშნულზე. მოგესალმებით თანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე მგონი შეფასება ყველა ნორმალურ ადამიანს ერთი გვაქვს, რომ ივანიშვილმა დაამყარა დიქტატურა საქართველოში, სადაც ამუშავა სიტყვების პოლიცია, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ისევე როგორც რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ. რომელთა გამოხატვის თავისუფლება ახლა უკვე იზრდება არა მხოლოდ ქუჩაში, სადაც პროტესტი პრაქტიკულად აკრძალულია, არამედ ასევე უკვე სოციალურ ქსელში და მალე შეიძლება მივიდეთ იქამდეც, რომ საერთოდ მთლიან სოციალურ ქსელის გამოყენებაც კი აკრძალონ. ეს არის ის უმძიმესი ვითარება, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, მაგრამ ჩვენ მე მგონი შეფასებებიდან ვითარების უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, საქართველოს მოქალაქეები ყველაფერს აკეთებენ, რაც მათი ძალისხმევის ფარგლებშია, მათ შორის იმით, რომ ამდენი დღის მანძილზე უწყვეტი პროტესტის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს მთელ მსოფლიოს. ხოლო პოლიტიკოსების მთავარი დავალება დემოკრატიული ძალების ნაწილში, ჩემი აზრით, უნდა იყოს ერთიანი ფრონტის ჩვენება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. მე დღეს ვიმყოფები ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გლობსეკის მსგავსად არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი ევროპაში. ეს დღეს არის მეორე დღე, შემაჯამებელი დღე, სადაც სიტყვით გამოდიოდა გენერალი კელოგი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პირადი წარმომადგენელი უკრაინაში, რომელსაც შემდგომ ვესაუბრეთ საქართველოზე, იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი, ან მშვიდობის ნაწილი ასევე გახდეს საქართველო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ივანიშვილის ინტერესშია, რომ ამ უნიშნელოვანეს ისტორიულ გზაგასაყარზე საქართველოს საერთოდ არ იყოს საუბრის ნაწილი და შემდგომ მოექცეს მთლიანად რუსეთის წაგებული, დამარცხებული, დასუსტებული რუსეთის მხარეს ნანგრევებში პრაქტიკულად ისტორიულ და პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ ნანგრევებში. ხოლო ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო იყოს გამარჯვებულის და გამარჯვებულების და თავისუფალი სამყაროს მხარეს და არა მხოლოდ მხარეს, არამედ ამ თავისუფალი სამყაროს ძლიერი, თავისუფალი, გამარჯვებული, წარმატებული თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ამაზე ვესაუბრე გენერალ კელოგს, შემდეგ ვესაუბრე ასევე ბენჟამინ ჰადადს, რომელიც ასევე პანელზე გამოდიოდა და შემდგომ ძალიან ხანგრძლივად და დიდი ინტერესით მესაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ის არის პრეზიდენტი მაკრონის მინისტრი, საფრანგეთის მინისტრი ევროპულ საკითხებში. მას კონკრეტულად ვესაუბრე ვაიმარის სამკუთხედის მნიშვნელობაზე. თქვენ გახსოვთ ის განცხადება, რომელიც ვაიმარის სამკუთხედმა გააკეთა დამოუკიდებლობის დღეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო, ეს პრაქტიკულად პირველი განაცხადი იყო ფრიდრიხ მერცის კანცლერობის პირობებში საქართველოსთან დაკავშირებით და შეიძლება მაყურებლის ნაწილს ახსოვს ასევე ის, რომ მე არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე ფრიდრიხ მერცთან ვალენსიაში საუბრის შემდეგ, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებულ გერმანიას ვიხილავთ ფრიდრიხ მერცის კანცლერობის პირობებში, ასე რომ ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ავამუშაოთ სწორედ ვაიმარის სამკუთხედი, რაც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტრუქციაა იმ უმაღლესი დონის ჩართულობისთვის, რაც დღეს საქართველოზე გვჭირდება, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოუტაცოთ ივანიშვილს და პუტინს ხელიდან და დავაბრუნოთ დემოკრატიული ევროპული განვითარების გზაზე. ამის ერთადერთი შესაძლებლობა არის არა ადგილობრივ თვითმმართველობად წოდებულ სპეცოპერაციაში და სიყალბეში შესვლა, სხვათაშორის ზურა ჯაფარიძის წერილი წავიკითხა ცოტა ხნის წინ, ციხიდან დაწერილი და იქ სხვანაირი რეფლექსიის საშუალება ეძლევა ადამიანს და იქ წერდა იმაზე, თუ რამხელა როლს თამაშობს სიყალბე და დიახ, ნამდვილად სიყალბეზე, დეზინფორმაციაზე, ტყუილზე, სიცრუეზე დგას მთლიანად ივანიშვილის
რეჟიმი და ჩვენ არ უნდა გავხდეთ ან ტყუილის და სიცრუის თანამონაწილე. და სამწუხაროდ თვალთმაქცობაა ნებისმიერ სხვა არჩევნებზე საუბარი არა ისეთი არჩევნებისა, რომელიც ცვლის სისტემას, რომელიც ცვლის თამაშის წესებს, რომელიც ცვლის იმას, რომ ეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია. და ის რომ სუსი ატარებს რეალურად არჩევნებს და არ აძლევს ქართველ ხალხს თავისი ნების გამოხატვის შესაძლებლობას. ასე რომ ერთი საკითხი, რაზეც მინდა რომ დაგისვათ, კითხვა დღევანდელი სურათიდან გამომდინარე, აი მოდი გადავიდეთ საკითხზე. უბრალოდ მინდა რომ გთხოვოთ უპასუხოთ იმ რიტორიკას, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას იმ სურათთან დაკავშირებით, რაც დღეს ჩვენ გვაქვს სასამართლოებში, აღნიშნე რომ ცოტა დაუჯერებელი სურათი იმ ცვლილების შედეგად, რომელიც დადგა თებერვალში მიღებულ ცვლილებაზე არის საუბარი, უჩვეულოა ვითარება, იმიტომ რომ 20 დაახლოებით 20 პროცესი იქნება დღეს სასამართლოში. თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ ამ საკითხს, მაგრამ თქვით რომ ევროპის შუაგულში იმყოფებით და სხვათა შორის სწორედ მე ვახსენე რომ იმპორტირებულია ეს ნარატივი, რაც აქვთ მათი შეფასებით აი კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს, არა მხოლოდ მათ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ვისაც უჩივიან სწორედ კონკრეტული საჩივრების საფუძველზე. აი ამ თვალსაზრისით რასთან გვაქვს საქმე და რეალურად აი რა გზას ვხედავთ ჩვენ, აი რა გზაზეა დამდგარი ქართული ოცნების ხელისუფლება და თუ შეგიძლიათ რაღაც გარკვეული პარალელის გავლება იმ საფრთხესთან, რომელიც ექმნება უვიზო მიმოსვლას. ამ საფრთხეზე დღეს ღიად ისაუბრა გუშინ ტუსკმა, ხო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და ამაზე ლაპარაკობს ასევე პირველებთან მისი პარტიის წარმომადგენელი. იმპორტირებული ფასეულობები, რომელიც ევროპიდან მოდის, სადაც უამრავ ახალგაზრდა საქართველოს მოქალაქეს სურს უვიზო მიმოსვლა, განათლების მიღება, სამედიცინო მომსახურებისთვის ჩამოსვლა, თუნდაც ტურისტულად ჩამოსვლა და ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები სწორედ ევროპაში დაიარებიან და რატომღაც მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში არ ვხედავთ მათ შოპინგის ვოიაჟებს, არამედ მილანში. დიახ, ეს არის ღირებულებები, როგორც არის თავისუფლება, როგორც არის კანონის უზენაესობა, ადამიანის ღირსება, წარმატება, ბედნიერების უფლება და ასე შემდეგ. რა არის მათ მიერ იმპორტირებული რუსეთიდან? წამება, დარბევა, დაჭერა, ადამიანის გატაცება, ჟურნალისტების ცემა, ერთადერთი და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აქამდე მივიდეთ, ადამიანებს ჯერ არ ხოცავენ, თორემ სხვა დანარჩენი ყველაფერია იმპორტირებული პოლიტიკური ლიდერების დატყვევება, ყოფილი პრეზიდენტის მესამე წელი და მისი მოწამვლა, სხვა პოლიტიკური ლიდერების კადიროვის ტიპის გატაცებები, ეს არის იმპორტირებული მათი მხრიდან. ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობა და ახლა უკვე სოციალური ქსელების და სიტყვის თავისუფლების კონტროლი სოციალურ საკუთარ სტატუსებშიც კი. ეს არის ზუსტად იმპორტირებული მათი მხრიდან და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ყოველდღე ლანძღავენ ამერიკას, ევროპას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ევროპარლამენტს და აქებენ და ადიდებენ რუსეთს და კომუნისტურ ჩინეთს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ ამ ფაქტების აღწერა უკვე აღარ არის საკმარისი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეთა კრიტიკულ მასას ძალიან კარგად ესმის ჩვენ აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა, რა ვითარებაში ვართ, ეს არის ავტოკრატია, ეს არის დიქტატურა, ეს არის რუსული ტიპის, პუტინის ტიპის დიქტატურა, რომელიც გვართმევს ევროპულ მომავალს, წაგვართვა უკვე ევროპული მომავალი. თქვენ ახსენეთ უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის ჩამორთმევა საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეს, როდესაც გიჭირავს ხელში მაგალითად ევროკავშირის პასპორტი ან ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი, და ბევრი პრივილეგიით სასარგებლობ და ეს მხოლოდ თავისუფალ მიმოსვლას არ ეხება, უამრავი სხვა ტიპის პრივილეგია. საქართველოს მოქალაქეებს არანაირი პრივილეგია აღარ გაგვაჩნია ამ ჩამოშლილი სახელმწიფოს შედეგად საქართველოს პასპორტი. ერთადერთი ის დაგვრჩა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეგვიძლია უვიზოდ მიმოსვლა, მაგრამ ესეც შეიძლება დავკარგოთ მათი ძალისხმევით. მე დღეს, როდესაც ბენჟამინ ჰადადს ვესაუბრე, სხვათა შორის ამაზეც ვქონდა საუბარი კონკრეტულად უვიზო მიმოსვლაზე, ისევე როგორც კაია კალასთან გვიშინ საუბრისას, რომელიც მოხსენებათ წარმომადგენელია საგარეო საკითხებში ევროკავშირის და ისინი ძალიან წუხან, იმიტომ რომ მათ არ სურთ რომ ქართულმა ხალხმა ეს პრივილეგია დაკარგონ, მაგრამ ამავდროულად ამბობენ, რომ ეს არის პრივილეგია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ წესებზე და ამ წესებს ყოველდღიურად არღვევს ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად. ამიტომ ეს არის სანქცია, რომელსაც ივანიშვილი უწესებს ქართულ ხალხს და იმისთვის, რომ ეს სანქცია არ ამოქმედდეს,
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთიანობით და უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ დროულად გავისტუმროთ ივანიშვილის რეჟიმი და არამხოლოდ შევინარჩუნოთ ვიზო მიმოსვლა, არამედ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. დიდი მადლობა თინა, დაგემშვიდობები. ეს იყო თინა ბოკუჩავა, რომელიც ბრიუსელიდან საუბრობდა დღის